ჯოჯოხეთს საზღვარი არ აქვს და არც ერთ კონკრეტულ ადგილას არის მოქცეული, რადგან სადაც ჩვენ ვართ, იქ არის ჯოჯოხეთი და სადაც ჯოჯოხეთია, ჩვენც იქვე გვიწევს მარადყოფნა. წერს მე-16 საუკუნის ინგლისელი დრამატურგი კრისტოფერ მარლოუ პიესაში დოქტორი ფაუსტუსი. მარლოუ შექსპირის თანამედროვე მოღვაწე იყო, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე დილის 10-ზე თბილისში სახლიდან სამსახურამდე მისვლა ავტომობილით ეცადა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახური საბურთალოზეა, ხოლო სახლი დიდუბეში. ანდაც გიფიქრიათ, რამდენად ირონიულია სამყარო, რომლის ბინადრების ერთი ნაწილიც კოსმოსში ლამის ყოველდღიურად დაფრინავს და მარსზე დასახლებას გეგმავს. მეორე ნაწილი კი 7 კილომეტრის გასავლელად ყოველდღე 1 საათს ხარჯავს. თუ ნამდვილად ასეა, მაშინ გამოსავალზეც ნაფიქრი გექნებათ. გზების გაფართოება? ავტომობილების აკრძალვა? საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა? დღეს ამ საკითხის ფსიქოლოგიურ, გეომეტრიულ და პოლიტიკურ ასპექტებს ჩავუხრმავდებით და ვეცდებით დაგანახოთ, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც სავარაუდოდ წარმოგიდგენიათ. დიახ, ამ ვიდეოში იხილავთ ძირითად მიზეზებს, რომელთა გამოც საავტომობილო გზები იჭედება და გაიგებთ რამდენიმე გამოსავალს, რომელმაც პოტენციურად გავიმეორებთ. პოტენციურად შესაძლოა არსებული ვითარება გამოასწოროს. სანამ საქმე შევუდგებით, ხომ გახსოვთ ენცო ფერარის სიტყვები? აეროდინამიკა მათთვის არის, ვინც ძრავას ვერ ქმნის. ნამდვილ მძღოლებს კრისტალ აუტოს YouTube არხიავთ გამოწერილი. ენდეთ კომენტატორეს. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ და გათამაშებაშიც მიიღეთ მონაწილეობა. რა თამაშდება? ამას ცოტა ხანში გეტყვით. მაშასე, ნაწილი პირველი. პრობლემა სახელად ადამიანი. წარმოიდგინეთ, დილით სამსახურში გაგვიანდებათ და ხედავთ, რომ თქვენ წინ ავტომობილების კოლონა შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაჩერდა. სანამ საცობის მონაწილე გახდებოდით, მწვანე შუქიც აინთო და გულზე მოგეშვათ. ახლა ეს ავტომობილები დაიძრებიან და თქვენ გაჩერება აღარ მოგიწევთ. იდეალურ სამყაროში ასე მოხდებოდა, თუმცა თუ სტივენ ჰოკინგს დაუჯერებთ, სამყაროს ერთ-ერთი საბაზისო წესია, რომ იდეალური არაფერია. აი, პირველი ავტომობილი დაიძრა. მეორე ავტომობილის მძღოლმა მესიჯი გააგზავნა. ახედა შუქნიშანს და წავიდა. მესამე ავტომობილის მძღოლი ღიღინით გაერთო. მეოთხე ავტომობილის მძღოლი ატირებულ ბავშვს აწყნარებდა და გონს გვიან მოვიდა. ამასობაში კი ისევ წითელი შუქი აინთო და თქვენ საცობის ერთ რიგით ელემენტად იქეცით. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა ხშირად არა თუ ავტომობილი, არამედ მისი მძღოლია. ჩვენი ყურადღების ხანგრძლივობა იმდენად მოკლეა და ასევე მოცემულობა ისეთია, რომ ძალიან გვიჭირს თვალი არ მოვაცილოთ შუქნიშანს და მისი გამწვანებისთანავე დავიძრათ. ამ ვითარებას სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ეპოქა კიდევ უფრო ამძიმებს. ამით არის გამოწვეული ისიც, რომ თანამედროვე ადამიანს ყურადღების კონცენტრაცია 10 წამზე ხანგრძლივად უფრო და უფრო უჭირს. მძღოლების რეაქციის სხვადასხვაობები ხშირად ეგრეთ წოდებულ ფანტომურ საცობებსაც იწვევს. იაპონიაში 2008 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი ამის საუკეთესო დასტურია. ორგანიზატორებმა 22 ავტომობილის მძღოლს წრეზე ერთმანეთის უკან 30 კმ/სთ სიჩქარით სიარული დაავალეს. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა თანდათანობით მანძილები ავტომობილებს შორის შეიცვალა. ზოგი ერთმანეთს ზედმეტად მიუახლოვდა, ზოგი კი პირიქით ჩამოშორდა. ცოტა ხანში პირველი მოხრუჭიც დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც საცობით დასრულდა. გამოდის, რომ სრულად კონტროლირებად გარემოშიც კი გზაზე მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. და რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
პირველ რიგში შეწყვიტეთ წინა ავტომობილთან მეტად ახლოს გადაადგილება. თუ ყველა მძღოლი გონივრულ დისტანციას შეინარჩუნებს, უეცარი მიკროდამოხრუჭების შედეგად გამოწვეულ შოკურ ტალღას მოძრაობა გადაყლაპავს და არასაჭირო შეფერხებას თავიდან ავირიდებთ. თუმცა მოდით რეალისტები ვიყოთ. იმედების დამყარება იმაზე, რომ ადამიანები იდეალურად მართვას დაიწყებენ, უტოპიური რეალობაა. ერთადერთი რამაც შეიძლება განუსაზღვრელ მომავალში საცობების გამოწვევაში ადამიანური ფაქტორი გააქროს, საჭიდან ადამიანების მოშორება იქნება. თუ უფრო გასაგებად ვიტყვით, გამოსავალი თვით მართვადი ავტომობილებია. ერთ ქსელში ჩართული ჭკვიანი მანქანები სავარაუდოდ ერთმანეთში ურთიერთობას ადამიანებზე უკეთ გაარღვევენ. ნაწილი მეორე. რა მოხდება თუ ფეხით მოსიარულეებს გავაქრობთ? გაგივლიათ, მაგალითად წერეთლის გამზირზე ავტომობილით დილის საათებში, როცა ყველას მათ შორის თქვენს სამსახურში გაგვიანდებათ. თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ ფეხით მოსიარულეების გამო მხოლოდ ზებრასთან სულ მცირე 10-ჯერ გაჩერება მოგიწევთ. ზებრის მიღმა გზაზე გადარბენილი ადამიანების გამო კი მუხრუჭს კიდევ 10-ჯერ გამოიყენებდით. ასე დროს ალბათ ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ფეხით მოსიარულეები და მძღოლები ერთმანეთს რამენაირად უნდა გაემიჯნონ. ეს ახალი იდეა სულაც არ არის. მე-20 საუკუნის შუა წლებში საავტომობილო ზოლების სრული იზოლირებისკენ ნაბიჯები არაერთ ქვეყანაში გადადგეს. ამ მიმართულებით ევროპის დიდი ქალაქების გვერდით თბილისის ურბანული განვითარებაც დადგა. გამოსავალი მაშინ მიწისქვეშა გადასასვლელებში დაინახეს. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენს რეალობაში რუსთაველის გამზირია. მოგვიანებით იყო საფეხმავლო ხიდებიც, რომელმაც ასევე არ გაამართლა და შესაბამისმა სამსახურმა ბიტლებივით დაშალა. და მიწისქვეშები რატომ არ მუშაობს? იკითხავთ ახლა. ამას მარტივი ფილოსოფიური და ფიზიოლოგიური ახსნა აქვს. პირველ რიგში, იმ მიზეზის გამო, რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენეთ. იდეალური არაფერია, მათ შორის არც ადამიანთა უმრავლესობის საზოგადოებრივი ქცევა. შესაბამისად, მიწისქვეშა გადასასვლელებში იებისა და ვარდების სუნი იშვიათად თუ გეცემათ. გარდა ამისა, რთულდება გადაადგილება ეტლით მოსარგებლეებისთვის და გზის გადაღმა მაღაზიაში საყიდლებზე წასვლაც კი ჰერაკლეს გმირობის მსგავს თავსატეხად იქცევა. აქვეა სხვა, უფრო მძიმე კრიმინალური შიშებიც, რომელიც გასპარ ნოემ 2002 წელს შესანიშნავად გააცოცხლა და 90-იანებიდან მოგვდევს. შესაბამისად, ურბანული განვითარების ეს ანომალია სამყარომ მალევე დაივიწყა და დღეს მისი კვალის გაქრობას არაერთ დასავლურ ქალაქში აქტიურად ცდილობენ. მნიშვნელოვანია ქუჩისა და ქალაქის ურბანული ქსოვილების ანთროპოლოგიური აღქმაც. ადამიანების ქუჩიდან გაქრობა არღვევს იმ ბუნებრივ უსაფრთხოებასა და დაცულობას, რომელიც ხალხმრავლობას მოაქვს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ფეხით მოსიარულეების გაქრობა არ გამოვა, რადგან ასე ფუტურისტული უტოპიის ნაცვლად პოსტ-აპოკალიფტურ თრილერს უფრო მივიღებთ. ნესტიანი კედლებით შემოსაზღვრულ სიბნელეს, რომელიც შარდის სუნად ყარს. თუ ეს ვიდეო 1000 ლაიქზე ავა, გათამაშება ჩაირთვება. მაშ ფერად ზაფხულს კიდევ ჩვენი ილუსტრაციებით გაფორმებული მაისური მაგრად მოუხდება. ამიტომ დალაიქე ვიდეო, დაწერე კომენტარი და ჩვენ 5 საუკეთესოს აი ამ საჩუქარს გადმოგცემთ. აბა ვნახოთ რა გამოვა. ნაწილი მესამე. მეტი ზოლის ილუზია. პოლიტიკოსები გეტყვიან, მოიცადეთ, ჩვენ არ გვჭირდება თვით მართვადი ავტომობილები. საცობების გასაგრობად გზების გაფართოებაც აკმარისია. ერთი შეხედვით ეს ლოგიკურად ჟღერს. როცა მილი იჭედება, ის უკეთესი გამტარობის მილით უნდა შევცვალოთ. შედეგად ქალაქი გზატკეცილს ახალ ზოლებს ამატებს. საცობები მცირდება და ყველაფერი კარგად არის, თუმცა სამთვეში პირვანდელი რეალობა ბრუნდება. ამჯერად გზა კიდევ უფრო ფართოვდება. კვლავ ყველაფერი კარგად არის, თუმცა მალე 8 ზოლიან გზაზეც ისეთივე საცობს ვიღებთ, როგორცაც 2 ზოლიანზე ვხედავდით.
საიდან მოდის ამდენი ავტომობილი? ეს ეკონომიკური ფენომენით იხსნება, რომელსაც ინდუცირებული მოთხოვნა ეწოდება. მარტივად თუ ავხსნით, როცა გზის გაფართოებით ავტომობილის მართვას უფრო ვამარტივებთ, ამით მძღოლების მოტივაციას კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვაძლევთ. ადამიანები, რომლებიც მეტროს, ავტობუსსა და ველოსიპედს იყენებდნენ, იტყვიან, მოდი დღეს სამსახურში ჩემი მანქანით წავალ. ასე მარტივად რამდენიმე თვეში გამოთავისუფლებული სივრცეები ახალი მძღოლებით შეივსება. ეს პროცესი დედამიწის მოსახლეობის ზრდასავით უწყვეტია. ამის საუკეთესო მაგალითი ტეხასში მდებარე კეიტის ავტომაგისტრალია, რომელიც დროთა განმავლობაში 26 წოლამდე გააფართოვეს. შორიდან რომ შეხედოთ, ის გზად კი არა, ბეტონის ოკეანეთ მოგეჩვენებათ. ჯამურად ამ გზაზე საცობების პრობლემის მოსაგვარებლად 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ დილის საცობები 30%-ით, ხოლო საღამოს საცობები 55%-ით გაუარესდა. ერთი სიტყვით, შტატმა საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების გასართულებლად მილიარდობით დოლარი დახარჯა. ლეგენდარულმა ამერიკელმა სოციოლოგმა ლუის მამფორდმა ეს ფენომენი შესანიშნავად შეაჯამა. მისი თქმით, საცობების შესამცირებლად მეტი გზის მშენებლობა დაახლოებით იგივეა სუქანმა კაცმა, რომ ჭარბი წონის პრობლემის მოსახსნელად კამარი შეიხსნას. თბილისური რეალობა კი კიდევ უფრო კომპლექსურია. ბუნებრივია, ვახტანგ გორგასალი მთაგორიან რელიეფზე აშენებული ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე ვერ იფიქრებდა. სწორედ ამიტომ, გაფართოების პოტენციალით დედაქალაქის ქუჩების უდიდესი ნაწილი ისედაც ვერ დაიქვეყნის. ნაწილი მეოთხე. რა შეიძლება ვიყონოთ? და თუ გზების გაფართოება საცობებს აუარესებს, რა მოხდება თუ ამის საპირისპიროდ მოვიქცევით და მათ შევავიწროვებთ? მართალია ეს გიჟურა ჟღერს თითქოს ცეცხლის ჩაქრობას ნავთით ვცდილობთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში ინდუცირებული მოთხოვნის პრინციპი პირიქითაც მუშაობს. თუ გზას დაავიწროვებთ, მასზე გადაადგილება კიდევ უფრო არაკომფორტული გახდება. შესაბამისად, მძღოლები გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების ძიებას დაიწყებენ. ავიღოთ სტანდარტული 6-ზოლიანი საქალაქო გზა. თუ ამ 6 ზოლიდან 4 საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ველოსიპედებს დაუთმობთ, სინამდვილეში ასე გზის გამტარობას გავსრდით. რატო? იმიტომ რომ ერთ ავტობუსს ან ტრამვაის ერთ ვაგონს 100 ადამიანის დატევა შეუძლია, როცა მხოლოდ 3 ავტომობილის ადგილს იგავებს. თუმცა ავტობუსებისა და ტრამვაის გამოყენებას პირადი ავტომობილის მართვის შემდეგ მოტივაცია სჭირდება. მოტივაცია კი მის გამართულობას, სისწრაფესა და კომფორტულობას გულისხმობს. ცხადია, ეს გიგანტურ ფინანსურ რესურსებთან და მტკიცე პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული, თუმცა სწორი დაგეგმარებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწორი განვითარება მიუღწეველი ოცნება ნამდვილად არ არის. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ ურბანული დაგეგმარების ოქროს წესი. თუ ქალაქს ავტომობილებისა და საცობების შესაბამისად დაგეგმავთ, საბოლოოდ ავტომობილებსა და საცობებს მიიღებთ. შეხედეთ ამსტერდამს. ნიდერლანდების დედაქალაქი დღეს ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სამოთხეა. როგორ გონიათ, ჰოლანდიელ ავტომოყვარულებს მანქანის მართვა თქვენზე ნაკლებად უყვართ? ალბათ ახლა იტყვით, ქალაქი იქ თავიდანვე ისე დაგეგმარდა, რომ ასეთი ყოფილიყო. გირჩევთ რომელიმე საძიებო სისტემას მიმართოთ და 1960-იანი წლების ამსტერდამის ფოტოები იხილოთ. პერიოდის, როცა ქალაქი ამერიკული მეგაპოლისის მსგავსად ავტომობილებისა და საცობების ზღვაში იხჩობოდა. ცვლილებები უმტკივნეულო არ ყოფილა. მოსახლეობა ავტომობილების საწინააღმდეგო ნაბიჯებს უკმაყოფილებას ახვედრებდა. თუმცა როცა სუფთა ჰაერსა და შუმ გზებს გაუგეს გემო, უკან დაბრუნების სურვილი აღარ გამოუთქვამთ. ალბათ იტყვით, თბილისი ველოსიპედებზე გათვლილი ქალაქი არ არისო. მართალიც იქნებით. სიმაღლეში სხვაობა ნიდერლანდების დედაქალაქის უმაღლეს და უდაბლეს წერტილებს შორის სულ 26 მეტრია, როცა თბილისისთვის ეს მაჩვენებელი 250 მეტრს აღწევს. ცხადია, ეს ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილებას ძალიან ართულებს. ველობილიკებით მთელი ქალაქის დაქცევა ვერ მოხერხდება და ის შესაძლოა მხოლოდ ქალაქის დაბალ ბრტყელ ზონებში მოეწყოს. მიუხედავად ამისა, არსებობს ალტერნატივაც, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ.
ეს ტრამვაია. ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი იმ ქალაქებისთვის, რომლებიც თავის დროზე უსწორმასწორო რელიეფს ააშენეს. ამის მაგალითად, ლისაბონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოგადგებათ. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის გადაკეთებას ძალიან დიდი დრო სჭირდება? თქვენ კი გსურთ, ეს თქვენს სიცოცხლეში მოესწროს. არსებობს კი სწრაფი სტრატეგია გზების გასაწმენდად. დიახ, ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუმცა თუ ავტომობილს მართავთ, ეს გამოსავალი თქვენთვის მისაღები არ იქნება. საუბარი პიკის საათში გადაადგილების გადასახადს ეხება. ეს თანხა, რომელსაც არაერთ ქვეყანაში მძღოლები დღის ყველაზე გადატვირთულ მონაკვეთში, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში გადასაადგილებლად იხდიან. დიახ, ეს არც ჩვენ მოგწონს, მაგრამ მოდით, ასე შეხედეთ. პარკირებაში ფულს იხდით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფულს იხდით. როგორც დრო მაჩვენა, ცენტრალური საავტომობილო გზები მნიშვნელოვანი, თუმცა ამოწურვადი საზოგადოებრივი სივრცეა. რატომ არ უნდა გადაიხადოთ ამ პრივილეგიისთვის? ლონდონში აღნიშნული პოლიტიკის გატარება 2003 წელს დაიწყეს. თუ ცენტრალურ ლონდონში დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაივლით, 11.5 გირვანკა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ. საგზაო კამერები თქვენს ავტომობილს ამ ზონაში შესვლისთანავე ავტომატურად აფიქსირებენ. შედეგები მყისიერი და აღმაფრთოვანებელი იყო. საცობები შემოსაზღვრულ ზონაში 40%-ით შემცირდა. მთელ ქალაქში კი 25%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ამასთანავე 66%-ით გაიზარდა ველოსიპედების მოხმარება და 25%-ით შემცირდა ავტობუსის ლოდინის დროც. ერთი სიტყვით, ავტომობილის მძღოლების გარდა ყველა მოგებული დარჩა. თუმცა თუ საწვავის ხარჯების შემცირებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა აღნიშნულმა პოლიტიკამ სარგებელი აბსოლუტურად ყველა ჯგუფს მოუტანა. ამ გადასახადების დაწესებამდე ლონდონის საკულტო ტრაფალგარის მოედანი ერთი დიდი ხმაურიანი და დაბინძურებული წრე იყო, რომელზეც ავტომობილები და ლონდონის საკულტო ორსართულიანი წითელი ავტობუსები ქაოსურად მოძრაობდნენ. ახლა კი ეს ფეხით მოსიარულეების ერთ-ერთი საყვარელი ტერიტორიაა და ძალიან გაგიჭირდებათ მთელ ლონდონში იპოვოთ ადამიანი, რომელიც ძველ დროში დაბრუნებას ინატრებდა. მნიშვნელოვანია, რომ მძღოლების მიერ გადახდილი თანხა შორს არსად მიდის. მილიარდები, რომელიც ასე იგრიბება, სრულად გზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ხმარდება. ერთი სიტყვით, შესაძლოა შოთა რუსთაველი სწორედ საცობებით გადატვირთულ რუსთაველის გამზირსა და გადასახადებს გულისხმობდა, როცა დაწერა, რომ რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. თუმცა ჩვენ შემთხვევაში აქაც თბილისის ტრადიციული პრობლემები იჩენს თავს. იმისათვის, რომ ქალაქის ცენტრში მანქანით გადაადგილება არც თუ იაფიანი სიამოვნება გახდეს, მის გარეშე დარჩენილი მძღოლებისთვის ალტერნატივა უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, დედაქალაქში ამით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. გადასახადი ვერ დაწესდება იმ ქალაქში, რომელსაც ბოლომდე გამართული შემოვლითი გზაც კი არ აქვს. ამიტომ, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე, საგზაო ინფრასტრუქტურის გამდიდრებაა აუცილებელი. საბოლოოდ რა გვასწავლა დღევანდელმა ვიდეომ? პირველ რიგში ის, რომ გზებზე მნიშვნელოვანი მასზე ადამიანის ქცევა. მიუხედავად ამისა, ვიფიქრებთ, რომ გზის ხარისხის მნიშვნელობას ვაკნინებთ. ჩვენი ერთ-ერთი წინა ვიდეო სწორედ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მარშრუტებს მიეძღვნა. ჩაუჯექით ამ ვიდეოს დასრულებისთანავე. არინანებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომლის თქვენთვის სწავლებაც ვცადეთ, არის ის, რომ მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი საცობების პრობლემას ვერ გადაჭრის. რადგან ქუჩებიდან ადამიანების გაქრობით ურბანული, ქალაქური სულისაგან დაცლილ ტოპონიმებს მივიღებთ, რომელშიც ავტონომიური ტრანსპორტი მიწის ზემოთ დასრიალებს. ადამიანები კი მღრღნელების მსგავსად მიწის ქვეშ გადაადგილდებიან. ყველაზე მთავარი კი რის სიჩვენებაც ვცადეთ, არის ის, რომ საცობების გაქრობის საუკეთესო გზა ხალხისათვის მათთვის თავის არიდების შესაძლებლობების მიცემა. იქნება ეს მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა თუ ალტერნატიული გზები. თუმცა, როცა შემდეგ ჯერზე გზაზე გაიჭედებით, მიმოიხედეთ და გააცნობიერეთ, რომ საცობის გამომწვევი ერთ-ერთი ელემენტი თავადაც ხართ და მასზე პასუხისმგებლობა თქვენს გეკისრებათ.